მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო. იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან ახალი საჯარო გაშლით, გავაკეთებთ ექსპრეს გაშლას და მოდით ახლა ვნახოთ რა იქნება წლის პირველი გზავნილი სამყაროსგან თქვენთვის. გაშლაში გვექნება 4 ვარიანტი, შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი ვარიანტი და ასევე მაგალითად შეგიძლიათ თუ არჩევანს ვერ აკეთებთ, არა ერთი არამედ რამდენიმე მოусმინოთ, თუ გნებავთ 4-ვეს. სასურველია მაინც რომ აირჩიოთ ერთი და ასევე შეგიძლიათ თქვა დამატებით აირჩიოთ მაგალითად თქვენი პარტნიორისთვის ერთი ვარიანტი რომ ნახოთ პარტნიორისთვის რა გზავნილი მოდის თქვა ხო ან ოჯახის წევრისთვის შვილისთვის მეგობრისთვის და ასე შემდეგ. მაშინ ასე როგორც თქვი გვაქვს 4 ვარიანტი უცებ ჩამოვალაგოთ ახლა ჩვენ 4 ვარიანტი და ექსპრეს გაშლით მოусმინოთ წლის პირველ გაშლას. ხელი ვარ შეგვიშალოს. ნახოთ რაღაცა აიჭრა. ასე. რა გზავნილი მოდის თქვენთან? იმედი მაქვს რომ მხოლოდ სიკეთის და ბედნიერების და სიხარულის გზავნილები მოდის თქვენთან. მაშინ ასე. ვნახოთ რა გზავნილია. პირველი ვარიანტი იყოს ვარდისფერი კვარცი. მეორე ვარიანტი იყოს ფირუზი. ასარჩევად გაგიადულდებათ უფრო, ხო? მესამე ვარიანტი მოდით იყოს აი პირიტი, ესეთი პირიტის გული იყოს და მეოთხე ვარიანტი იყოს ამეთვისტო. მაშინ ასე აირჩიეთ აქედან, მე მგონი 4-ვე ვარიანტი მშვენივრად ჩანს კამერაში და დავიწყოთ ხელი რო არ შემიშალოს უბრალოდ მე ეხლა გადავაადგილებ ეს მეოთხე მესამე მეორე და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. რა გზავნილი მოდის სამყაროსგან თქვენთვის აქ მართლა საინტერესო ინფორმაციები შემოვა თქვენთან. სიახლეები, ახალი ამბავი, ინფორმაციები ნახეთ ახლა როგორი ამბავია. ეს წელი თქვენთვის იქნება ძალიან საინტერესო შესაძლებლობების წელი იმ თვალსაზრისით, რომ თქვენ შეძლებთ დაარღვიოთ, გადალახოთ რაღაცა ისეთი სისტემური წესები, რაღაც რაც დაკანონებულია, რაც ვიცით რომ აი აუცილებელია, სავალდებულოა, მოკლედ ძალიან მარტივად შეძლებთ ლავირებას, შესაბამისად საკუთარი პრობლემების მოგვარებას, ბუნებრივია. და შეგიძლიათ აი ესე თქვა სისტემა გატეხოთ, ხო? შეიძლება აქ იყოს რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება, რომელიც დაგეხმარება თქვენ გარკვეული საქმის დალაგებაში, გარკვეული საქმის მოწყობაში, ხო? შეიძლება ეს რაღაცა სასამართლოებთან დაკავშირებული იყოს, ან რაღაცა საქმიანობასთან დაკავშირებული, ვისაც აწუხებს თქვა რაღაცა ავადმყოფობასთან დაკავშირებული პრობლემები, ხო? მკურნალობასთან, ვერპოულობით თქვა გამოსავალს, ასევე ეს იქნება დამარცხება შეიძლება იყოს ეს, ხო? აი გამარჯვება ყველა შემთხვევაში აქ სისტემის ავლით ანუ თქვენ რაღაცა გზაზე მიდიოდეთ აი მარტივად რო თქვათ ხო რას გეუნებათ ტარო რაღაცა წესები არის რაღაცა საკითხი არის რაღაცა პრობლემა ვთქვათ საკითხი დავარქვათ არ დავარქვათ პრობლემა მაინც ნეგატიურ კონტექსტში ხო მიუხედავად იმისა რომ ვიღაცისთვის შეიძლება ზუსტადაც რაღაცა პრობლემა არის მოსაგვარებელი ხო და აი ამ პრობლემის გვერდის ავლაში ანუ რაღაცა იქ წესები არის რომლის მიხედვითაც თქვენ უნდა იმოქმედოთ და აი ამ წესების დარღვევის საშუალება გეძლევა თქვენ გვერდის ავლა შეძლებთ ხო ამ ყველაფერზე და ისე მოგვარებას ხო იგივე შეიძლება ეს სასამართლო იყოს და უცებ აღმოაჩინოს თქვენმა ადვოკატმა თქვენ რაღაცა დოკუმენტი ჩაგევარდეთ ხელში ან რაღაცა საბუთი ხო ინფორმაცია რომლითაც თქვა თქვენ ფაქტიურად წაგებული საქმის მოგება შეძლებთ შეიძლება ეს იყოს რაღაც ავადმყოფობასთან დაკავშირებული და აქ აუცილებლად გამარჯვებული გამოდიხართ და დაამარცხებთ ხო ანუ ამ წელს თქვენთვის შემოაქვს რაღაცა საოცარი სიახლე ხო საოცარი სიახლე ახალი შეჭიდება ახალი რეალობა ჩდება თქვენთან ახალი შესაძლებლობები იხსნება თქვენთან არა აქვს მნიშვნელობა ეს რა კონტექსტში იქნება ხო და საკმაოდ სამხიალოდ გვექნება საქმე ხო ანუ აქ არის მთავარი ის რომ თქვენ
შეეძლებათ ერთგვარი გასაღები ცვლილებებისთვის, ხო, რაღაცებს, რასაც აქამდე ვერ ხედავდით, სადაც ვერ ხედავდით გამოსავალს, სადაც ზუსტად იცოდით, რომ თქვენთვის გზები ჩაკეტილი იყო, სწორედ აი ეს გზები იხსნება. მშვენიერი პირველი ვარიანტი ამოვიდა, მით უმეტეს შეგიძლიათ აი ეს თქვენთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით, ხო, რაც ყველაზე მეტად გაღელვებთ, იმას მოარგოთ და მშვენიერი პირველი ვარიანტი ამოვიდა, იმიტომ რომ არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს გაძლევთ, ხო, ეს პირველი ვარიანტი და ძალიან კარგია და გილოცავთ პირველ ვარიანტებს. გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, ვინც აირჩია ფირუზი და ვნახოთ ახლა რა ხდება აქ და მშვენიერი ამბავი ხდება აქაც და რა თქმა უნდა ძალიან კარგია. ჩემო ძვირფასებო, მეორე ვარიანტი, ვინც აირჩიეთ, ეს შეიძლება იყოს ახალი ოჯახის შექმნა. ეს შეიძლება იყოს რაღაცა მემკვიდრეობის მიღება. ანუ აქ რაღაცა ძალიან დიდ მასშტაბურ მიღებასთან გვაქვს საქმე, ხო? რაღაცა უნდა მიიღოთ, ძალიან დიდი საჩუქარი. ასევე შეიძლება იყოს, თქვათ, შეძლოთ ნანატრი რემონტის გაკეთება სახლში, შეიძლება აქ ბინის შეძენასთან დაკავშირებით იყოს, შეიძლება ოჯახის შექმნაზე იყოს, ხო? ანუ აქ არის რაღაცა დიდი შენაძენი, დიდი მონაპოვარი, სასიკეთო ცვლილება, რაღაცა იქ თქვენთვის ბუდის მოწყობა, თან ესეთი არა მარტივი, არა უბრალო, არამედ საკმაოდ ესეთი სივრცის მოწყობა, სადაც კეთილდღეობა, სადაც სიმდიდრეს უფრებს, კეთილდღეობას უფრებს, ბედნიერებას უფრებს, ხო? ამიტომ ვამბობ, რომ შეიძლება აქ იყოს სულაც არ ელოდებოდი და თქვათ რაღაცა მემკვიდრეობას გამოკრათ ხელი, ან შეიძლება იყოს ის, რომ არ იცოდით, რომ თქვენც ვიღაცა რაღაცას გიტოვებდათ, ხო, შეიძლება ესეთი რაღაცა დიდი საჩუქარი, დიდი შენაძენი შეიძლება იყოს აქ. ბინის ყიდვასთან დაკავშირებით, ვისაც აქ, ხო, თქვათ, ჩაფიქრებული და აქვს ეს სურვილი, ხო, ამის შესაძლებლობაც იზრდება. ძალიან მატერიალურისკენ მიდის, ხო, იმიტომ რომ მართვას ახერხებთ თქვენ აქ ყველაფერს, მე გადასარევი, არაჩვეულებრივი, მშვენიერი, ძალიან წყალობელი არის ამ მიმართულებით, ანუ მატერიალური თვალსაზრისით სამყარო თქვენს მიმართ ძალიან წყალობელი იქნება. ყველაფერი რისიც შეცვლაც გინდათ თქვენ უკეთესობისკენ, განსაკუთრებით ეს მატერიალურ სიკეთეებს, რაც შეეხება, ამის შესაძლებლობა თქვენ ამ წელს აუცილებლად მოგეცემათ. მთავარი არის აქ, რომ თქვენ იყოთ სუფთა გულით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავნოთ აქ ესეთი მოთხოვნასავით არჯოს. თქვენი გული უნდა იყოს ძალიან სუფთა, არავის არაფერი არ უნდა წაგლიჯოთ, შეიძლება ამის შესაძლებლობაც მოგეცეთ, მაგრამ ეს არ უნდა გააკეთოთ. არ უნდა გააკეთოთ ისე, რომ სხვას ავნოს, ხო? ანუ სხვის უბედურებაზე აგებული არ უნდა იყოს ეს ბედნიერება და კეთილდღეობა, იმიტომ რომ მე შეიძლება ათმაგად წაგერთვათ ეს ყველაფერი და ყველაფერი ნეყოს ძალიან დაგეგმილი და გააზრებული თქვენი მხრიდან. მეორე ვარიანტი მაინც აი ეს გზავნილი მატერიალური მიმართულებით წამოვიდა. შეიძლება ეს იყოს სამსახურის ცვლილება და რა თქმა უნდა უკეთესობისკენ, შეიძლება ეს იყოს საცხოვრებელი ადგილის, რაღაცა დიდი მსხვილი შენაძენის, რაღაცა საჩუქრის სახითაც, მაგრამ მაშინ ეს საჩუქარი უნდა იყოს რაღაცა ძალიან დიდი, ძალიან ესეთი, ხო, ძირადღირებული, ხო? ანუ იმიტომ საკმაოდ წონიანი ცვლილება არის აქ. წონიანი ცვლილება კეთილდღეობისკენ, აი რაღაცა მატერიალური სიკეთეებისკენ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ეს გაუმჯობესება თუ გინდათ რომ შემოვიდეს თქვენ წელს და ყველაფერი შეგერგოთ, ხო? თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ შესაძლებლობები თქვენთან იქნება, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ეს სხვის ჯიბრზე, არ უნდა იყოს ეს სხვისი დაზარალების ხარჯზე და სხვისი უბედურებით, არ უნდა მოითფოთ ხელი სხვისი გაჭირვებით. აი ეს ყველაფერი გამორიცხეთ, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში აქ ყველაფერი ათმაგად წავა უკან. თუ ყველაფერს სწორედ აკეთებთ, თუ ყველაფერს სამყაროს სამართლით აკეთებთ, ასეთ შემთხვევაში ელოდეთ ძალიან ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს, ასეთი მატერიალური სიკეთეების მიმართულებით. მშვენიერი გადასარევი მეორე ვარიანტი ამოვიდა და ვილოცავ მეორე ვარიანტებსაც, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არა, ასეთი რაღაცა, იმიტომ რომ როცა ადამიანს აქვს შესაძლებლობა ის თვითონაც ბედნიერია, სხვაცაც შეუძლია დაეხმაროს და გააბედნიეროს და მოკლედ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მესამე ვარიანტი პირიტი, ვინც აირჩია და პირიტის გული, ხო? და მესამე ვარიანტი, ეხლა ნახეთ აქ რა ამოვიდა. არ ვიცი, ვისი გადარჩენა მოგიწევთ, რა მოგიწევთ, რა გევალებათ.
მაგრამ უნდა იყოს ძალიან ყურადღებით. ეს წელი გთხოვთ, რომ მიაქციოთ ყველანაირ დეტალს ყურადღება აბსოლუტურად. იქნება ეს საქმე, იქნება ეს ოჯახი, იქნება ეს ჯანმრთელობა თუ ნებისმიერი რამ. ანუ იქ, სადაც თქვენი ყურადღება არის საჭირო და ჯერჯერობით შეიძლება თქვენ საკმაოდ ისე ხო, გულგრილად უდგებით, გონიათ რომ თავისით მოგვარედოება, ყველაფერი დაალაგდება, აქ გეუნებათ რომ ასეთი წითელი ალამი ამოგიწიათ ხო სამყარომ, რომ მიაქცია ყურადღება, იყავი ძალიან ყურადღებით. აქ შეიძლება იყოს ვთქვათ, იმის აუცილებლობა, რომ ვიღაცა, არ ვიცი, მოგიწევთ ვიღაცის გადარჩენა, თუნდაც რაღაცა დახმარება თქვენი პარტნიორის მიმართ. ასევე რა უცნაურია, არ ვიცი, ანუ ოჯახის გადარჩენა, რაღაცა, ну, მოკლედ, აქ მესამე ვარიანტები, მფარველი ანგელოზები ვითხრათ, უფრო სწორედ მაშველი გადამრჩენილი ანგელოზებივით მოგიწევთ აქ მოქმედება და მაქსიმალურ ყურადღებას ითხოვს თქვენგან სამყარო. იმიტომ რომ თქვენი მხრიდან აქ შეცდომის დაშვება, თქვენი მხრიდან დაგვიანება, რაღაცის გადადება, თქვენ იცით რაღაცა პრობლემის წინაშე გახართ, მესამე ვარიანტებო. იცით რა პრობლემის წინაშე გახართ და ეს იცით როგორ არის, აი პიკზე არის ხო, ზღვარზე არის მისული ეს პრობლემა, აქ შეიძლება რაღაცა ისეთი აფეთქება მოხდეს, ძალიან დამაზარალებელი იყოს თქვენთვის, კარდინალურად შეცვალოს აი ეს რეალობა, რომელ რეალობაშიც თქვენ ხართ, ხო? დაამძიმბოს ეს რეალობა, ამიტომ იყავით ძალიან ყურადღებით, იმოქმედეთ სწრაფად, მიაქციეთ აბსოლუტურად ყველა დეტალს ყურადღება და ასევე იცოდეთ, რომ შეიძლება არ მოგერიდოთ დახმარების მიღება და არ თქვათ უარი, თუ თქვათ თქვენ შემოგთავაზეს დახმარება. გჭირდებათ რაღაცაში დახმარება და ამაზე ყოყმანობთ აუცილებლად უარი არ თქვათ არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მეორე ფაქტ თქვენ წკიფზე ხართ და ასევე შეიძლება აქეთ დაჭირდეთ თქვენი დახმარება და აქაც უარი არ უნდა თქვათ, იმიტომ რომ თითქოს აი თქვენი მისია არის, რომ ყველგან სადღაც რაღაცა პრობლემები არის, შეიძლება ეხლა მესამე ვარიანტებმა იფიქრონ რომ რა დავაშავე, რატო უნდა ვიყო გადამრჩენელი, ეს ძალიან დიდი მადლია და მე რა თქმა უნდა თქვენს გიბრუნდებათ უკან ხო ყველაფერი სასიკეთოდ, ამიტომ ასეთი რაღაცა არ თქვათ, არ გაიფიქროთ და ის რაც თქვენ არ გეხებათ, ის რაც უშუალოდ თქვენ შეფრებლობაში არ არის და თქვენთვის მნიშვნელოვანი არ არის, იმას თქვენ სამყარო არ მოგთხოვთ, რადგან ასეთი რაღაცას აკეთებთ, თუნდაც სხვა ადამიანს სჭირდებოდეს აქ ხელის გაწვენა და დახმარება, ესე იგი ეს უშუალოდ პირდაპირ თქვენს გეკუთვნით, ხო, დიდწილად ან ნაკლებად და თქვენ დაგეკისრათ სწორედ აი ეს მოვალეობა. ამიტომ ვართ ყურადღებით, ვაქცევთ დეტალებს ყურადღებას, უკვე დაახლოებით წარმოდგენა გაქვთ მესამე ვარიანტებს, სადაც არის პრობლემა, სადაც აწეული გაქვთ თქვენ უკვე წითელი ალამი და სადაც უცებად უნდა იმოქმედოთ და აი აქ დაგვიანება კატეგორიულად არ შეიძლება. მოკლედ საკმაოდ ისეთი აქტიური, საკმაოდ ისეთი დინამიური წელი გექნებათ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ბონუსებში ჩაგეთვლებათ, არა? აუცილებლად ჩაგეთვლებათ ბონუსებში, ჩემო ძვირფასებო. ეს ყველაფერი ორიაზე არა. თუ თქვენ ყველაფერს სწორედ შეასრულებთ, ყველაფერს სადაც ითხოვს სამყარო თქვენ და ყველაფერს გააკეთებთ, ну ჩათვალეთ რომ 10-იანში გაარტყავთ ხომ და ჯეკპოტსაც მოხსნით. აი ესეთი ამბავია. ანუ თითქოს გამოცდასავით არის, იცით, აი შენ ამას გააკეთებ და აი მე ნახე მე შენ როგორ დაგაჯილდოვებ, ხო? მე შენგან მიიღებ ჯეკპოტს, ხო? აი ესეთი მესამე ვარიანტი ამოვიდა. ამიტომ რა თქმა უნდა მესამე ვარიანტებსაც ვულოცავ აი ესეთ გზავნილს და გადავედით მეოთხე ვარიანტზე და მეოთხე ვარიანტი ამოვიდა მეოთხე ვარიანტი ამოვიდა რაღაცის დასასრული, თქვენთან არის რაღაცა ციკლის დასასრული. რაღაცა სრულდება, რაღაცა უნდა გააცილოთ. წარსული უნდა დატოვოთ წარსულში, მოდი ხო, აი შეიძლება ეს პრობლემები, მოდით ვნახოთ რა ხდება აქ. რატო ამოგდის ესეთი რაღაცა, რა სტოვებთ, რა არის ეს, რასაც გეუბნებთ, რომ აი აქ ფაქტიურად, ну, აი უნდა გაასვენოთ თქვენი ცხოვრებიდან რაღაცა, ხო, მოიშოროთ სამუდამოდ. რაღაცა მიდის სამუდამოდ თქვენი ცხოვრებიდან. ძალიან აქტიური წელი იქნება თქვენთანაც, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი.
ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი იქნება და მეტწილად აქ თქვენზე არის დამოკიდებული აი ეს ცვლილებები, ხო, აი ეს მერყეობა საით გამოანათებს აქ თქვენთან მზე და თუ პირიქით ესეთი ჩამოწება შავი ღრუბელი, ყველაფერი თქვენ ხელშია, სამყარო გეუბნებათ, რომ ყველაფერი თქვენ ხელშია, აქ რაღაცაზე, რაღაცა აბსოლუტურად უნდა გაუშვათ, უნდა დახუროთ, გეუბნებათ, რომ აი ეს ფურცელი უნდა დაიხუროს ერთხელ და სამუდამოდ, აი ესეთ გზავნილს გიკეთებთ სამყარო, მიხვდებით თქვენ, რა თქმა უნდა, მე ხა სათითაოდ ვერ დავიწყებ ჩამოთვლას, როდესაც რამდენიმე ათასი ადამიანი უყურებს გაშლას და მით უმეტეს საჯარო გაშლა, როდესაც არის და ექსპრეს გაშლა დეტალურად ვერ ჩამოვთვლი, ხო? და თქვენ თვითონ მიხვდებით ძალიან კარგად გულის სიღრმეში ყველა ხვდება სად არის საბოლოოდ კარი მისახური და დასაკეტი, საიდან ხარ წამოსასვლელი, ვინ ყავთ გასაშვები, ან რა სიტუაცია გაქვთ საბოლოოდ გასაშვები და გასაცილებელი თქვენი ცხოვრებიდან და სამყარო გეუბნებათ, რომ ამ წელს, ხო, მართვის სათავეები არის თქვენს ხელში და თქვენი გადასაწყვეტიათ გამოანათებს თქვენთან მზე, დაიწყება თქვენთან ახალი ცხოვრება, თუ დაინგრევა, დაიწყება აბსოლუტურად ყველაფრის ნგრევა. ანუ აქ შეთაშორის არ ვიცი, მეოთხე ვარიანტებმა მოусმინეთ მესამე ვარიანტსაც, ხო? აი, რატომღაც მგონია, რომ შეავსებდა ეს ორი ვარიანტი ერთმანეთს, იმიტომ რომ მართვის სათავეები ნამდვილად თქვენ ხელშია. ნამდვილად თქვენ ხელში არის აქ მართვის სადავეები, ყოყმანობთ რაღაცაზე, ყოყმან და ეს ვერ აიღეთ ხელში. არ აქვს მნიშვნელობა, რას ეხება ეს. ეხება პირად ცხოვრებას, ეხება სამსახურს, ეხება რაღაცა ჯანმრთელობას. არ აქვს მნიშვნელობა, არ ვაკონკრეტებ აქ თქვენ თვითონ ძალიან კარგად გულის სიღრმეში იცით, რას ეხებას და რაზე გაქვთ ყველაზე დიდი ყოყმანი, რა არის ყველაზე მეტად თქვენთვის საფიქრალი, სანერვიულო, ხო, რას მიაქვს თქვენი ყველაზე დიდი ენერგია. აი აქ სამყარო გეუბნებათ, რომ მართვის სათავეები აიღეთ ხელში. და კიდევ ერთხელ მეორე, მოусმინეთ მესამე ვარიანტსაც, ხო? მეოთხე ვარიანტებო, იმიტომ რომ რაღაცნაირად ებმის ეს ორი ვარიანტი ერთმანეთს. ეს არის შანსი. ეს არის ძალიან დიდი შანსი სამყაროსგან, არ უნდა მივიღოთ ნეგატიურად ეს ყველაფერი, პირიქით უნდა მივიღოთ დადებითად, იმიტომ რომ სამყარო გაძლევთ შესაძლებლობას თქვენ ხელში აიღოთ მართვის სათავეები და იყოს ისე, როგორც თქვენ გინდათ, სწორედ ისე, როგორც თქვენ გსურთ და არა ისე, ვთქვათ, როგორც ეხლა არის, როგორც ეხლა მიედინება. ამიტომ ეხლა არ არის იმისი დრო, რომ თქვენ ყოყმანობდეთ, არ არის იმისი დრო, რომ რაღაცა ოჯახი, პარტნიორული ურთიერთობები, მამკაცი მამაკაცი, არ ვიცი, არ როგორც ჩანს უმეტესობისთვის ეს პირად ეხება. მაგრამ მაინც მართვის სათავეები თქვენ ხელში აიღეთ, ეს შანსი გეძლევათ თქვენ, ანუ ეს მესიჯი არის ის, რომ თქვენ გეძლევათ ახლა შანსი, გადაწყვიტოთ როგორი ამინდი იქნება ხვალიდან თქვენთვის, თქვენს ცხოვრებაში. ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ასეთი შანსი, რომ თავად გადაწყვიტოს ადამიანმა, შესაძლებლობა, როდესაც ეძლევა ადამიანს, რომ რაღაცა შეცვალოს და გადაწყვიტოს როგორი ამინდი იქნება ხვალმის ცხოვრებაში, ეს ძალიან იშვიათია ხოლმე, ხო? და მე მგონი ყველაზე მაგარი რამე არის. ამიტომ მეოთხე ვარიანტებსაც გილოცავთ, თქვენ ხელში არის ყველაფერი, შეგიძლიათ ყველაფერი შეცვალოთ თქვენთვის სასარგებლოდ და იმახსოვრეთ ის რაზეც წერტილი გაქვთ დასასმელი, ამ წელს ყველა შემთხვევაში დაესმება ამას წერტილი. ყველაზე დიდი პრობლემა რაც თქვენთან არის, ის პრობლემა რომელიც თქვენგან გასაშვები არის, მას წერტილი აუცილებლად დაესმება, იმოქმედეთ თქვენ თუ არ იმოქმედებთ, მაგრამ სწორედ თქვენი მოქმედებიდან, ანუ თქვენს მოქმედებაზე არის სწორედ დამოკიდებული რამდენად თქვენთვის სასიკეთოდ გადაწყდება ეს ყველაფერი. ხო? და როგორი იქნება ეს დასასრული. დავხურე კარი, გამოვაღე მეორე კარი და რა ხდება იქ მშვენიერი მზიანი სანაპირო თუ რაღაცა ჯუნგლები დაღამებული. მე მიყვარს ძალიან, მაგრამ თქვენ არ ამგონია რომ გესიამოვნოთ. მოკლედ ესეთი ამბავი არის აქ. კარგი გაშლა, კარგი გზავნილებია, მომეწონა, ძალიან თავდაბლურად თქვი ახლა მე, ხო, საკუთარ გაშლაზე, მაგრამ იცით მიყვარს მე ჩემი საკუთარი გაშლები და დარწმუნებული ვარ, ჩემს ერთგულსვენელებსაც ძალიან უყვარს. ველოდები თქვენს შეხმიანებას. ყველას ძალიან დიდი მადლობა, რომ ისევ ჩემთან ხართ, რომ ისევ ჩემს არხზე ხართ.
ყველას ძალიან დიდი მადლობა თითოეულ გამომწერს, ყველას ვინც აქტიურობთ, ვისაც არ აქვს ჩემი არხი გამოწერილი და მოწონებული, გამოიწერეთ, გამიხარდება, მაბადეთ, მოიწონეთ, გამიხარდება, მეულევ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ ყველას.